მოქალაქეების დაკავების პროცედურების, მათი უფლებების განმარტების, საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებისა და პროკურატურისა თუ სასამართლოს მხრიდან შესაბამისი გადაწყვეტილებების დასაბუთების პროცესში კანონმდებლობასა და პრაქტიკაში მთელი რიგი ხარვეზებია. ამის შესახებ საუბარია კვლევაში, რომელიც ფონდ ღია საზოგადოება საქართველოსა და თავისუფალი უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდა. ამავე კვლევის მიხედვით გამოიკვეთა პროკურორების და მოსამართლების კვალიფიცირების პრობლემაც. კვლევის ავტორები შესაბამის ორგანოებს კონკრეტული რეკომენდაციებით მიმართავენ. მოსამართლეების პროკურორების გადაწყვეტილებები არის ხშირ შემთხვევაში დაუსაბუთებელი, ან არის ნაკლებად დასაბუთებული და ვერ პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებს. საბოლოო ჯამში კი ადამიანის უფლებების დარღვევის საკმაოდ მაღალი რისკია და ეჭქვეშ დგას რამდენად საერთოდ ამ პროცესში არის მათი უფლებები გათვალისწინებული. დღეს სამწუხაროდ ჩვენ ხედავთ, რომ პოლიცია და პროკურატურა უფრო მეტად მოქმედებს როგორც კოლეგიალურად ერთმანეთის მიმართ განწყობილი უწყებები და ვერ აზღვევს პროკურატურა იმას, რომ გადაცემის გამოძიების ეტაპზე არ ქონდეს ადგილი. სამწუხაროდ სასამართლოს მხრიდან საგამოძიებო მოქმედებების დაკავებაც არ ხდება შესაბამისი სტანდარტის საფუძველზე. ჩხრეკის დაკავება დაკავების დაკანონების შემთხვევაში ჩვენ ხედავთ, რომ სასამართლოს მსჯელობა როგორც წესი არის უფრო მეტად შაბლონური.